ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობა წარმოადგენს ძალადობის შედარებით ახალ ფორმას, რომლის შექმნაც ფაქტურად გამოიწვია, როგორც აღნიშნეთ, ტექნოლოგიების განვითარებამ და ინტერნეტზე მოსახლეობის დამოკიდებულების ზრდამ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა ერთიანი და მკაფიო განმარტება, თუ რა სახის ქმედებები ექცეოდა ამ დანაშაულის ქვეშ და პრინციპში ბოლო 5 წელია, რაც UNFPA-მ აკადემიურ წრეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად დაამკვიდრა ამ TFGB-ვის ოძახით შემოკლებულად ამ დანაშაულის განმარტება და ეს არის ერთი ან მეტი პირის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც არის განხორციელებული, ხელშეწყობილი ან დამძიმებული საინფორმაციო ტექნოლოგიების ან თქვათ ციფრული სივრცის გამოყენებით და აუცილებელი არის რომ ამას ჰქონდეს რა თქმა უნდა გენდერული ნიშანი და ახლდეს თან. ეს არის ძალიან ფართო განმარტება, რომელიც ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიები შევიმუშაოთ, იმიტომ რომ ეს მოიცავს ერთი მხრივ სრულად ონლაინ სივრცეში ჩადენილ ძალადობას, ანუ ქალთა მიმართ ონლაინ ძალადობას, რაც შეიძლება მაგალითად იყოს ფოტოების უნებართვო გავრცელება, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, რისი ფაქტებიც სხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ფიქსირდება, თუმცა ამავდროულად ეს მოიცავს ფიზიკურ სივრცეში განხორციელებულ ძალადობას, რომელიც არის ჩადენილი სხვა ტექნოლოგიის გამოყენებით და მაგალითი ამისი შეიძლება იყოს GPS-ის მეშვეობით ადამიანის გადაადგილების კონტროლი. ანუ ეს ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობა ფარავს ძალადობას როგორც ციფრულ სივრცეში და ონლაინ სივრცეში, ისე ფიზიკურ სივრცეში გამოხატულს. ასევე მინდა გკითხოთ ტექნოლოგიური პროგრესისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების კვალდაკვალ ამ სახის ძალადობა ფართოდ არის გავრცელებული, ამაზე ისაუბრეთ კიდეც. მაგრამ რა არის აი ამის განმაპირობებელი ფაქტორი, რითი აიხსნება ეს და რაიმე როლს თამაშობს თუ არა ამაში COVID პანდემიაც? COVID პანდემიის დროს იყო ფაქტიურად ამ ძალადობის აფეთქება, იმიტომ რომ იმ პერიოდში განხორციელებული კვლევები მსოფლიოს მასშტაბით ცხადყოფს, რომ პრევალენტობა იყო დაახლოებით 85% და ამ 85%-დან უმეტეს წილს წარმოადგენს Gen Z და მილენიალები, ანუ ის თაობა, რომელიც უფრო მეტად იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საშუალებებს და ინტერნეტს. ზოგადად გენდერული ნიშნის ძალადობის შემთხვევები გაიზარდა დაახლოებით 30%-ით COVID-ის პერიოდში და აქ საინტერესოა ისიც, რომ შეტყობინების ხერხებიც შეიცვალა, იმიტომ რომ თუ აქამდე ვთქვათ მოსახლეობა უფრო ხშირად იყენებდა ცხელ ხაზს, როგორც ფაქტის დაფიქსირების შესაძლებლობას, ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს ჩანაცვლა და WhatsApp-ით, chat-ბოტების საშუალებით დაიწყეს დაფიქსირება, რაც ასევე იმას ცხადყოფს, რომ უფრო სოციალურ ქსელზე მიჯაჭვული გახდნენ ამ პერიოდში ადამიანები და რა თქმა უნდა COVID პანდემია გახდა ამისი ერთ-ერთი ტრიგერი, განმაპირობებელი ფაქტორი, თუმცა მის მიღმაც იქ, სადაც შედის ტექნოლოგიები, სამწუხაროდ ჩნდება ძალადობაც და ასევე სამწუხაროდ ძალადობის ეს ფორმა ყოველთვის ერთი ნაბიჯით უფრო წინ არის, ვიდრე მის საპასუხოდ დაგეგმილი ღონისძიებები. რა როლი აქვს ამაში ქართულ კანონმდებლობას და თქვენი შეფასებით რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით კიდევ დამატებით? ჩვენ გაეროს მოსახლეობის ფონდი ვცდილობთ, რომ გაეწყვეტილების მიმღებ პირებს დავანახოთ, რომ ის ზიანი, რაც ტექნოლოგიებით ჩადენილ ძალადობას მოაქვს, არ ჩამოუვარდება ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ სივრცეში ჩადენილი ძალადობის ზიანს, იმიტომ რომ იგივენაირად მას შეიძლება ახლდეს ის, რომ მსხვერპლი იძულებული გახდეს შეიცვალოს ცხოვრების წესი. ეს ფოთვა, სტრესი, რაც შემოდის მსხვერპლის ცხოვრებაში, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სუიციდამდეც კი მიუყვანია ადამიანი ძალადობის ამ შემთხვევას და მეტიც მე გეტყვით, რომ ხშირად ის მახასიათებლები, რაც ტექნოლოგიებით ჩადენილ ძალადობას ახასიათებს, არის კიდევ უფრო მძიმე, ვიდრე ფიზიკურ სივრცეში ჩადენილი ძალადობის შემთხვევაში, იმიტომ რომ აქ არის მეტი ალბათობა იმისა, რომ მოძალადემ შეძლოს დარჩეს ანონიმურად, ანუ ვერ შეძლონ სამართალდამცავმა უწყებებმა, რომ მიადევნონ მას კვალი. ამასთანავე ის შინაარსი, მაგალითად თუ ჩვენ ვსაუბრობთ არასასურველი მასალის გავრცელებაში სოციალურ ქსელზე, ეს შინაარსი შეიძლება დარჩეს განუსაზღვრელი ვადით გავრცელებული, ან იმ ვადით, რომ მიწვდეს პირთა ძალიან ფართო წრეს და ფაქტიურად უკვე როდესაც რეაგირების ნაწილში ჩაერთვებიან შესაბამისი უწყებები, მსხვერპლისთვის მიყენებული ზიანი იყოს უკვე ძალიან დიდი. სწორედ ამიტომ აუცილებელი არის, რომ აი ამ დანაშაულის შემადგენლობა იყოს არა გაბნეული სხვადასხვა მუხლებში, მაგალითად სიცხლის სამართლის კოდექსში ან სხვა მარეგულირებელ კანონმდებლობაში, არამედ იყოს ძალიან კონკრეტული და მკაფიო მიდგომები სახელმწიფოს მხრიდან ამ ძალადობის ამ დანაშაულის
წინააღმდეგ. ნანა, დღეს როდესაც ცხოვრობთ პრაქტიკულად ტექნოლოგიურ ეპოქაში და ეს სოციალური პლატფორმები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი უკვე არის, ასე ვთქვათ, შეუქცევადი პროცესი. აი ამ პერიოდში როგორი არის მოსახლეობის ცნობიერება და თქვენი შეფასებით რა კამპანიები უნდა ჩატარდეს მათ შორის, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ანუ ერთი მხრივ რამდენად საკმარისი არის მოსახლეობის ცნობიერება და მეორე მხრივ მეტად რომ ავამაღლოთ, კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით. როდესაც მოსახლეობის ცნობიერებაზე ვსაუბრობთ, ჩვენი მიდგომა არის ესეთი, რომ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფს ვემუშავებით სხვადასხვა სტრატეგიით. გარდა იმისა, რომ ფართოდ მოსახლეობის ცნობიერება უნდა ამაღლდეს, აუცილებელი არის, რომ მაგალითად ტექ სექტორმა იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ როდესაც ისინი მუშაობენ გარკვეული პროდუქტის გამოშვებაზე, აი მაგალითად UNFPA-ს აქვს Safe by design ესეთი კონცეფცია, რაც გულისხმობს, რომ პროდუქტის შექმნისთანავე ის უნდა იყოს უსაფრთხო და ეს უსაფრთხოება აუცილებლად უნდა მოიცავდეს იმ ელემენტებს, რაც პროდუქტის მოსარგებლეს დაიცავს ტექნოლოგიური ძალადობისგან. გარდა ამისა, აუცილებელი არის, რომ მაგალითად ინტერნეტ პროვაიდერები ან საძიებო სისტემის მოდერატორები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან შინაარსზე, მათ გააცნობიერონ, რომ გარკვეული სახის შინაარსის ძიება არ არის თანხვედრაში ადამიანის უფლებებთან. რაც შეეხება საზოგადოებრივ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, ძალადობის ამ ფორმას აქვს იმდენი გამოვლინება, რომ აი ძალიან გულწრფელად გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ მე ამ საკითხზე ვმუშაობ, ვერ ვეწევი ძალადობის ამ ფორმებს, იმიტომ რომ აი მაგალითად არის დოქსინგი, რაც გულისხმობს პერსონალური ინფორმაციის უკანონო გავრცელებას, ასევე არის კიბერსივრცეში ადევნება, კიბერბულინგი, ონლაინ შევიწროება და გარდა ამისა ძალიან ფართოდ გავრცელებული არის ფოტო და ვიდეო მასალის უკანონო გავრცელება. უკანონო გავრცელების შემთხვევები და როდესაც ჩვენ გვაქვს ერთის მხრივ copyright, ანუ რაღაცა პროდუქტს იცავს სავაჭრო ნიშანი, ცხოვრობთ რეალობაში, როდესაც ჩვენ სხეულს არ იცავს არაფერი ონლაინ სივრცეში. და ამიტომ copyright-ის საპირწონედ ჩვენ დავიწყეთ ესეთი კამპანია, რომელსაც ქვია Body Right და რომელთაც ადამიანებს ვეუბნებით, რომ მათ სხეულს აქვს ზუსტად იგივე უფლებები, თუ არა უფრო მეტი, როგორც ნებისმიერ პროდუქტს სახელოვნებო ნიმუშს, რომელიც შეიძლება რომ ადამიანმა შექმნას. დიახ და ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გითხოთ, როდესაც ტექნოლოგიით ჩადენილ გენდერულ ძალადობაზე ვსაუბრობთ, აი ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება როგორია საერთაშორისო პრაქტიკა? ბევრი ქვეყანა უფრო ადრე დაეწია, ასე ვთქვათ, ძალადობის ამ ფორმას და უფრო ადრე შეძლო, რომ კაფიო პასუხი ყოველ შემთხვევაში სამართლებრივ სივრცეში გაეცა ამ დანაშაულისთვის, ვიდრე ჩვენ, იმიტომ რომ საქართველოს შემთხვევაში უფრო აი როგორც პერსონალური მონაცემების დარღვევა ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა ისე განიხილება ეს დანაშაული, ან როგორც ვთქვათ, კიბერდანაშაულთან დაკავშირებული შემთხვევები. არსებობს საერთაშორისო კონვენციები, მაგალითად არის ბუდაპეშტის კონვენცია კიბერუსაფრთხოებაზე, რომელიც მათ შორის ყურადღებას ამახვილებს დანაშაულის ამ ფორმაზეც. არის კონვენციები, რომელიც ამას უყურებს ქალთა მიმართ ძალადობის ჭრილში, მაგალითად სტამბოლის კონვენცია, რომელიც ამბობს, რომ გენდერული ნიშნით ძალადობა აღკვეთილი უნდა იყოს ყველა სივრცეში. გვაქვს რევიუს რეკომენდაციები, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას და თუ კი კონკრეტულ ქვეყნებზე ვისაუბრებთ, კანადას, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ამისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. მათ შორის აი ბოლო პერიოდში რამდენიმე თვის წინ დანიამ დააინიცია სწორედ აი deepfake-ების წინააღმდეგ ბრძოლის ცალკე კანონმდებლობა, რომელიც მოყვა, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, რომის პაპის გავრცელებულ ფოტოს, რომელიც საბოლოო ჯამში არ აღმოჩნდა ავთენტური ფოტო. დანიას ყავს ასევე ცალკე ინსტიტუცია, აქვს ტექ ამბასადორი და გარდა იმისა, რომ საკანონმდებლო დონეზე ებრძვის დანაშაულის ამ ფორმას, აი თავისთავად ტერმინების დამკვიდრებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები არათუ მსხვერპლები არ გახდნენ, არამედ უნებლიეთ არ გახდნენ ამ დანაშაულის თანამონაწილეები. იმიტომ რომ როდესაც მაგალითად რაღაცა შინაარსის მასალას ვიღებთ ჩვენ სივრცეში, აი ამის ერთი ადამიანისთვის გადაგზავნაც კი სინამდვილეში არის იგივენაირი დანაშაული. თუმცა იმ მომენტში შეიძლება რომ ჩვენ ამას ვერ ვხვდებოდეთ და ამიტომ ძალიან მკაფიო და ქმედითი ნაბიჯები ჭირდება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.